Diego Costa. მოგესალმებით ჩემო ძვირფასო რადიო მოგესალმებით მეგობრებო გამარჯობა ხალხო დამაცადე ძმაო ჩვენ დღეს ვისაუბრებთ პოგბაზე რომელიც არის ჩვენი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული ფუტბოლისტი პოლ პოგბაზე ალბათ ყველას გვახსენდება მისი დარტყმა შორეული დარტყმა პოგბუმ გვახსენდება ეს მაგრამ კიდე ბევრი რაღაცა ეხა გაიგებთ საფრანგეთში დაიბადა ეს კაი კაცი ბავშვობიდან გამოირჩეოდა თავისი ფიზიკურობით და ბურთთან კარგი დამოკიდებულებით გვინეელების ოჯახში დაიბადა და თავიდან უნდოდა რომ აკადემიაში კარგად გამოირჩეოდა თავი კარგად დაიმკვიდრა და უნდოდა სხვადასხვა რომ გადასულიყო არსენალში არსენ ვენგერთან მოუხდებოდა სხვადასხვა კი თან იქ ბევრი ფრანგი იყო და უნდოდა რა ჩვენ ძმას მაგრამ სერ ალექს ფერგისონმა თავისი ინიციატივით გადმოიყვანა მანჩესტერში ეს ჯერ კიდევ აკადემიის პერიოდს ამბობ ხო აკადემიიდან გადმოიყვანა მანჩესტერში ფერგისონმა მაგრამ იქ მე ვერ შეეჭყვნენ ერთმანეთს ტრენერთან ჰქონდა რაღაც კონფლიქტები პოგბა ცოტა რთული პიროვნება გამოდგა რატომღაც არ ვიცი რა შემდეგ დაამთავრა იუვენტუსში ნუ ამ პერიოდის შემდეგ საიდანაც გამოჩნდა და უკვე დაგვამახსოვრა თავი იყო იუვენტუსი სადაც ყავდა პირლო კანი მასწავლებელი მარკიზიო ვიდალი ხო იქ თან ის იუვენტუსი ძალიან ძლიერი იყო რა ალეგრის კარგად უნდა წყვილი ყველაფერი ბევრი ფინალით ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე და ძალიან ბევრი გოზაგზაზე 5 ჩემპიონობა მოიპოვა სერიაში კი კოპა იტალიაც მოიგო ასევე პოგბამ კარიერაში მახსოვს და 2015 წელს იყო ყველაზე ახლოს ხო ბარსასთან კი ხო და მე გადაშალე კაია იქ შემდეგ რომელიღაც წელს მითხარი რომელ წელს რა გულისხმობ მითხარი გადავიდა მანჩესტერში მანჩესტერ 2016 წელს გადავიდა 2016 წელს გადავიდა 105 მილიონად გადაიყვანეს და ძალიან დიდი თანხა იყო ეს პონი საკორდული თანხაც იყო მაგ მომენტისთვის პოგბა დაბრუნდა რა და აი ძალიან გაპიარებული ტრანსფერი იყო ნაიკმაც პოგბეკ რო აი ჩვენი აკადემიის ბიჭუნა დაბრუნდა მაგრამ ხო რა ილუზია იყო ეს ყველაფერი იმიტომ რომ რეალურად მანჩესტერული კარიერა არ შედგა ხო იქ ანუ მოურინიო დახვდა და ეს ორი რთული კაცი ერთად მოგეხსენებათ მოურინიოც რანი ადამიანია პოგბაც რაღაცნაირი ტიპია და ვერ აიწყდნენ ერთმანეთს სულშერიც რომ მოვიდა მერეც თავიდან კაი იყო სულშერის ის რამოდენიმე თვე მაგრამ ვერ დაბრუნდა რა პოგბა ნუ აი ალბათ ტაქტიკური თემა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი, იმიტომ რომ იუვენტუსში იყო თავისუფალი ბრუიანის პოზიციაზე, ესე რომ ვთქვათ, ქაოსის შემოქმედი, კიდევ ერთხელ ასე რომ ვთქვათ, და მანჩესტერში მოუწია უფრო ტაქტიკური თამაში, მოუწია ჰოლდინგ ხო რა, ჩამშლელი ნახევარმცველად. შავი სამუშაო შესრულება დაავალა მოურინიომ, რადგან პოგბა იცი უარზე იყო და არა ეგ ტიპი პოგბა, რომ აი დაცვაში მიეხმაროს გუნდს და ამიტომ დიდად არ მომწონს ეს ფეხბურთელი რა, აი, ჩემი უახლოესი ძმაკაცი მანჩესტერის ფანია და ერთ პერიოდი მახსოვს პოგბა ეძახდა რომ აი პოგბა ეს ჩემი საყვარელი ფეხბურთელიო და მეთქი აი რანაირად შენი საყვარელი ფეხბურთელი იყო რუნი ეხა პოგბა როგორ არის მიმართე შენ ძმაკაც პოგბას რეზი გიცოთა გამოცოცხლდი რა პოგბა როგორ იყო შენი საყვარელი ფეხბურთელი ანუ თავის რაღაც პერიოდი ფეხბურთის კარიერაში საკუთარ ვარცხნილობაზე უფრო მეც ფიქრობდა პოგბა ვიდრე ეგ ფეხბურთელების სენი არის ზოგი ფეხბურთელის რა აი გრიზმანი მაგალითად ხო მაგრამ გრიზმანი მოედანზეც არ აკლებდა და ეს არმაცი იყო პოგბასაც ვერ ვიტყვი ანუ ნიჭიერი იყო ძალიან მაგარი ნიჭიერი იყო კაი დრიბლინგი ჰქონდა კაი დარტყმა ჰქონდა მაგრამ ანუ ეს პოგბამ დაამკვიდრა რომ აი ფეხბურთელი შეიძლება იყოს ვარსკვლავი მაგამდეც იყო მაგრამ აი ახალი ტენდენცია შემოიღო, რომ აი ზედმეტად სუპერსტარი გახდა და მარტო ფეხბურთს არ აქცევდნენ პოგბას შემდეგ ახალგაზრდები იმდენ ყურადღებას რა. ნუ ალბათ ეს კამპანიის ბრალიც იყო ნაიკის და სახე იყო ზოგადად პოგბა ისეთი როჟა იყო ასე რომ ვთქვათ ჟარგონულად, რომ იქცევდა ყურადღებას რა სტადიონის გარეთაც. კი. საერთოდ საბოლოო ჯამში მანჩესტერში ცუდი კარიერა ნამდვილად არ ქონია, ნუ სტატისტიკურად რო ვთქვათ 39 გოლი ქონდა, 51 ასისტი და 2018-19 წელს ქონდა ყველაზე კარგი სეზონი.
13 გოლი 9 ასისტი. რაც ნახევარმცველისთვის კარგი ხო, შედეგია. არა, პოგბა თავისი ნიჭი ანუ არ დაიკარგა რა, მაინც თავის მინიმუმი დადო. მაგრამ პოგბა ნუ ძალიან კაი იყო 2018 წლის მუნდიალზე რა, მსოფლიო რა მოიგო ესპანეთმა კი არა საფრანგეთმა. პოგბა იქ ძალიან მნიშვნელოვანი როლი იყო და დიდი ედეშმა თქვა რომ აი ესე უნდა გამოიყენო პოგბა თუ არ შეუქმენ იმას კომფორტის ზონა და აი სიყვარული არ ანახე ეს წაკმენა იყო მანჩესტერზე რა რომ აი ესე უნდა ათამაშო ძმაო პოგბა და არა როგორც მოურინიო აკეთებდა მაგრამ პოგბას კარიერაში რეალურად ყველაზე დიდი გასაჭირი ასე რომ ვთქვათ იწყება მერე როდესაც ბრუნდება იუვენტუსში ალეგრიც დაბრუნდა მაგ პერიოდში და ძალიან მძიმე გუნდი იყო რა ვერ აეწყო იუვენტუსი და მერე ერთ წელში უკვე დიდი სკანდალი დოპინგთან დაკავშირებით. 4 წელი დაედო ბანი, 4 წლიანი ბანი დაედო. კი, მე მგონი გაასაჩივე და შეამცირეს ეგ ბანი, მაგრამ მაინც ანუ როდესაც უკვე ხარ ამაში შერეული რომ აი მახსოვს მე მისი სიტყვები რომ პოგბა აღარ არსებობს, პოგბა მკვდარიაო რა, იმდენად გულთან ახლოს იყო ეს ამბავი მისთვის როგორც. თან როგორც ვიცი აი მე მგონი ექსტაზი თუ რაღაც ეგეთი ნივთიერება აღმოუჩინეს და არა იმენა დოპინგი რა რომელთაც იმენა დრაგებით იყო ხო მოსული გულაობდა ძმა მე მგონი რატო არის გულაო თან ინგლისში კარგი სცენა ინგლისში არა იმ იტალიაში აღმოუჩინეს ეგ დოპინგი რა იცი რა შვებოდა ინგლისში არ ვიცი ვერ გეტყვი სხვათა შორის იტალიას და კაკრას იუვენტუს ეგ აქვს რა ამბობენ ზიდანის პერიოდში რომ ძალიან მაგარი იყო იუვენტუსი მაგრამ აქ პერიოდში მთელი გუნდი იჩხერდა ხო რა ხო და ის სამართებზე გარკვეულ. ამ დოპინგ სკანდალის მერე უკვე პოგბას კარიერა აღარ არსებობდა რა. ანუ მე კი დაბრუნდა ეხაც იმაშია რა ქვია, მონაკოშია. მაგრამ სულ ტრაუმები აქვს, აღარ თამაშობს, აი სპიდისთან უფრო მეჯერ გამოჩნდა YouTube-ზე ვიდრე კი, აი ეგ ისიც გამახსენდა ახლა რომ ტიპები ვერცნობენ პოგბას და სპიდთან მიდიან და რაღაცა. კი, ახალგაზრდები, ხო. ნუ არიციან ეხა 14 წლის ბავშვებმა მინა პოგბა რა. მოდი მე დაგისვამ ერთ კითხვას, აი ჩვენი სტუმრები ვინებიც იყვნენ ამ გადაცემის სტუმრები ასე რომ ვთქვათ, აი ამათში პოგბას რომელ ადგილას დააყენებდი რა? ჩვენ ყავდა ტურე, აზარი, როისი, კიდე მე ყავდა. მე მგონი ჯერ ეს არის მე-4. ამ 4 კაცში არა მე-5 არის, კიდე ვიღაც ყავდა. კაი, ამ 4 კაცზე მითხარი ჯერ მე გადავალთ. ჩემს ანუ იაიატურაზე უკეთესია, მაგრამ ყოველ განჯაზე უარესი რა. უი, აგუერო ყავდა. აგუერო ყავდა, ხო, აგუეროზე ბევრად უარესია პოგბა ჩემი აზრით. აი ახლოსაც ვერ მივა აგუეროს ნიშთან იმახოს მივა, მაგრამ თუ შევადარებთ ახლა, იმიტომ რომ ესენი სხვა პოზიციაზე თამაშობდნენ და ნუ როისიც, იმიტომ რომ ნახევარმცველი იყო. მერე უფრო ვინგერი, მაგრამ არა, პოგბა ძალიან ნიჭიერია, მაგრამ ჩემთვის აი ეგ ტიპი ტოპ ფეხბურთელთან მენტალობით პირველ რიგში არ ასოცირდება რა. ბევრი ცუდი რაღაც მაშინ არც ნეიმარი არ უნდა ასოცირდებოდეს. ბიჭო, ნეიმარს აქვს ტიტულები, რომ პოგბასაც აქვს სოფლიო ჩემპიონია. სოფლიო აქვს, მეტი არაფერი არ აქვს. სოფლიოს ახლა ის სოფლიო ის იყო, მარტო პოგბა ხო არ იყო. ხო, UEFA არა აქვს, მაგრამ ევროპა ლიგა აქვს მანჩესტერთან ერთად მოგებული, კიდე იტალიაშიც ტიტულები აქვს. ეგრეც ვერ იტყვი რა. ჩემი აზრით, ნახევარმცველებში, ანუ ნიჭიერებით რა და თვითონ ფეხბურთელი ერთ-ერთ ტოპ 20-ში შევიყვანიყო. ტოპ 20-ში ალბათ ხო, რავი, შეიძლება, მაგრამ ან ჩემთვის პოგბას უცირდება შენ რეზის გამო არ შეკავს. მე რეზისის ამოხს. რეზის ვერ ვიდა. პოგბას უცირდება ჩემთვის მაინც აი თავში ავარდნილ ტიპთან რა. რაღაცნაირ პიჟონია ჩემი აზრით პოგბა და ამას თუ უნდა მომიყვანე და პირში ვეთქვი ძმაო, რომ ვერ ეტყვი. მაგრამ პოგბას კარიერას ასე თუ ისე შევეხეთ მის მნიშვნელოვან და გარდამტეხ მომენტებს. კი, და ალბათ შემდეგზე უკვე მარიო ბალოტელის მოვიყვანთ აი ამ სტუდიაში მარიო ბალოტელი გვეშდება. ჩვენთან ერთად დაჯდება და ალბათ დროებით.